თქვენ შეგახსენებთ ბიძინა შალო და ელიზბარის ხსენების დღეს აღნიშნავთ დღეს საქართველოს 60 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია წმინდანების ღვაწლზე გვესაუბრება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაც. მოგესალმებით მამა. შეიძლება მეც მანდავლოცოთ მართლაც ყველა ჩვენი ტელემაყურებლისთვის ცნობილია რა რაოდენობის წმინდანები ყავს რა რამდენად მდიდარია ჩვენი ეკლესია ჩვენი ქვეყანა წმინდანთა და მათ შორის მოწამეთა რიცხვით და რაოდენობით და თუ კი გადავავლებთ ჩვენ თვალს ჩვენს ისტორიას ჩვენი ეკლესიის ისტორიას და ჩვენი წმინდანების ისტორიას დავინახავთ რომ ესე იგი ძალიან არა მარტო დიდი რიცხვი იყო ადამიანთა რომელიც თავსდებდა ქრისტესთვის და სამშობლოსთვის არამედ სულად განსხვავებული ადამიანები იყვნენ დღევანდელი ტერმინით ვთქვა სოციალური სტატუსი ჰქონდათ ასაკი ჰქონდათ ესე იგი ერთი მხრივ იყვნენ კოლაელი ყმები მეორე მხრივ იყო კონსტანტინე კახი მოწამე რომელიც საკმაოდ მოხუცებული იყო კოლაელი ყმებიდან ზოგიერთი ძალიან მცირე ასაკის გახდათ იყვნენ როგორც გლეხები ისე თავადები იყვნენ მეფეები და უბრალო ბერები და ესე იგი დლები ანუ ყველა იყვნენ როგორც მამაკაცები ისე დედაკაცები ანუ ფაქტიურად არავინ არ დარჩენინა ქართველთაგან ვისაც ყველა კუთხის შვილები იყვნენ ამავე დროს რა მოწამეთა შორის წმინდანთა შორის მთელი საქართველო იყო განსჭვალული მოწამეობრივი სულით და საერთოდ ღვთისმშობლის თავდადების სულის კვეთებით და ესეთი გამორჩეული სამი წმინდანის ხსენებას აღნიშნავთ ჩვენ დღევანდელ დღეს ეს არის წმინდა მოწამენი ბიძინა შალვა და ელიზბარი ისინი ცხოვრობდნენ და თავის დასდეს ქრისტესთვის იმ ეპოქაში როდესაც ძალიან უჭირდა საქართველოს ეს იყო მე-17 საუკუნე უმძიმესი ეპოქა და მე-17 საუკუნეში სწორედ მოხდა ის რომ საქართველოსთვის და ეკლესიისთვის თავი დასდო 6000-მა გარეჯელმა ბერმა თავი დასდო წმინდა ქეთევან დედოფალმა წმინდა მეფე ლუარსარმა წმინდა მღვდელმა თევდორე კველთელმა და ამ დას წმინდანთა დას შეუერთდა ეს სამი თავადიშვილი როგორც უკვე გითხარით მძიმე პერიოდი იყო და შახაბას პირველი და შახაბას მეორე შემოსევების შედეგად იავარქმილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს განსაკუთრებით კახეთი ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია მოხდა როდესაც 1614-16 აი ამ წლებში კახეთიდან აყარეს და გადაასახლეს სპარსეთში ძალიან ბევრი ადამიანი 100,000-ობით ადამიანი არის გადასახლებული და მათ ადგილას ჩამოასახლა შახმა თურქმანი ტომები ელნი როგორც მას მემატიანე უწოდებს ანუ მოხდა ფაქტიურად ესე იგი აი დღევანდელი ტერმინით რო ვთქვათ ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ექსპანსია და მოგეხსენებათ მიწა მისია ვინ ცხოვრობს იქ ესე იგი როდესაც იქ სახთება ხა როგორ ხდება დაპყრობა საერთოდ ქვეყნისა და რა უნდა გააკეთოს დამპყრობელმა მან არ უნდა გაწყვიტოს მოსახლეობა ან თავისი მოსახლეობა ჩაიყვანოს და ასახლოს ან სრული ასიმილაცია მოახდინოს ესე იგი დააკარგვინოს ეროვნული სახე ადგილობრივებს ესეთი მძიმე ვითარება იყო ამ შემთხვევაში იყო ეს ვითარება რომ ქართული მოსახლეობა აყარეს სპარსეთში გადაასახლეს და მათი უმრავლესობის ასიმილაცია მოხდა ანუ ისინი შეერივნენ და გაითქვინდნენ სპარსულ მოსახლეობაში თქვენი თვით მხოლოდ ერთი რეგიონი ეს ფერეიდნის რეგიონი დარჩა ქართული რომელმაც შეინარჩუნეს ქართული ენა და გარკვეულწილად ქართული ადათი მაგრამ სამწუხაროდ სარწმუნოება მათ დაკარგეს ანუ ისინი მუსლიმები გახდნენ და მათ ადგილას კი იყვნენ ჩამოსახლებული ესე იგი უცხოელები მუსლიმები რომლებმაც დაიკავეს მთელი კახეთი და როგორც წმინდათა ცხოვრებაში წერია მცირედ მოიპოვებოდა უკვე ადგილიო სადაც იყვნენო ქრისტიანებიო ეს და ძირითადად ასახელებენ მთიან რეგიონებში ესე იგი მთაში იყვნენ ძირითადად თუშნი, ხევსურნი, ფშავნი და ასე შემდეგ და აი ასეთ რთულ ვითარებაში
იწყება აჯანყება. იწყება აჯანყება, ბახტრიონის აჯანყების სახელი ცნობილი აჯანყება და აი ამ აჯანყებას მეთაურობს ეს სამი ადამიანი. იქვე ცხოვრებაში წერია ერთი საინტერესო დეტალი, რომ იცოდნენ მათ, რომ ესე იგი ქართველთა შესაძლებლობები, იმიტომ დიდი შესაძლებლობა არ ქონდათ, სამხედრო პოტენცია არ ქონდათ ქართველებს, მაგრამ ცხოველწყოფელი ჯვრის მადლითა და ძალით და იმედით და წმინდა გიორგის იმედითო გავიდნენ ბრძოლაში. ანუ ისინი მიედნენ არა თავის თავს, თავის მარჯვენას, თავის მრავალი ცხოვნებას და მრავალი ცხოვნებას უეც მიენდობოდნენ, იმიტომ რომ მცირე ცხოვნები ვიყავით, არამედ მიედნენ უფალს. ანუ აღსრულდა ის ბევრი გამეორდა ის ისტორიები, რაც ბევრჯერ მომხდარა. ჭეშმარიტი ღვთისმოწმუნე ერი ცხოვრებაში იგივე ძველ აქტ მაშინ, როდესაც მცირე ჯარითაც ამარცხებდნენ წერებს, აი იგივე გედეონის ისტორია, როცა აშკარად უფალმა უთხრა, რომ ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ მის რაზმში, იმიტომ რომ სხვაგვარად თავის თავს მიაწერენო ადამიანებიო გამარჯვებას. და ეს დაიწყო აჯანყება გამარჯვებით დამთავრდა და საინტერესოა ერთი დეტალი. ეს იყო 1659 წელი. საინტერესოა ერთი დეტალი, რომ ცხადად იხილვებოდაო წმინდა გიორგი თანამებრძოლი ქართველთა ჯართან ერთად. აი ესეთ მომენტებს, რაღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ახლა ისტორიკოსები საბჭოთა პერიოდში და რაღაც ინერციით, როგორც ვატყობ დღესაც მოდის ეს ახლა. აღწერენ ხოლმე ამ ისტორიას, არა მარტო ისტორიკოსები, ანუ შეიძლება ეკლესიის წიაღშიც მოყვან ხოლმე ეს. მაგრამ რაღაცნაირად გამორჩებათ ეს. იმიტომ რომ რაღაც შემდგომში თქვათ ადაპტირებულ მოწამეთა ისტორიებში ცოტა სხვაგვარად არის, ანუ რაღაც ბევრი ესეთი მომენტი თითქოს ყურადღების მიღმა არის დარჩენილი. აღარ შეგნებულად, არამედ უკვე ინერციით. ანუ წმინდა გიორგი ეხმარებოდა ქართველებს ბრძოლაში. და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. წმინდა გიორგის დახმარებისა დიდგორის ომი არის ყველაზე ცნობილი შემთხვევა, როდესაც დიდგორის ომის დროს ქართველებს წმინდა გიორგი მიეხმარა უშუალოდ ხილულად შავნაბადას ბრძოლის დროს ხდება ასევე წმინდა გიორგისაგან თანადგომა ქართველთა ჯარისა და აი აქ ბახტრიონის აჯანყების დროსაც ასევე ხდება თანადგომა. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით გამონაკლისი ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყნების ისტორიაშიც იყო, იგივე ბულგარელებს დაეხმარა წმინდა გიორგი თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში და მე გავიხსენებდი ასევე წმინდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის დახმარებას კუნძულ კერკირას ბერძნული მოსახლეობისადმი, როდესაც ისინი იბრძოდნენ მონღთურის წინააღმდეგ. ეს იყო 1716 წელი, როდესაც საზღვაო დესანტი გადასხეს თურქებმა კუნძულ კერკირაზე და თქვენ იცით რომ კუნძულ კერკირაზე არის წმინდა ნაწილები. იგივე კუნძული კორფუ, წმინდა სპირიდონისა და დღედაღამ ლოცულობდა ხალხი, მეორე ნაწილი ებრძოდა მონღთურს, მაგრამ აშკარა იყო რომ გამარჯვება მტერს დარჩებოდა. რომ არა მოულოდნელი გამოცხადება წმინდა სპირიდონის, რომელიც ესე იგი ცეცხლ როგორ თვითონ მე თურქებმა თქვეს სხვათა შორის, რომ ეთიო ბერიო ცეცხლოვანი מחვილით მოიწევდა ჩვენზეო და წმინდა სპირიდონი მარტო არ იყო ანგელოსთან დასთან ერთად გამოიცხადა. ასე რომ წმინდანთა ეს ასწავლებლები დახმარება ბრძოლის დროს ყოფილა და ბახტრიონის აჯანყებაშიც ეს დაფიქსირდა, ანუ წმინდა გიორგი თანაიბრძვის ქართველებთან ერთად და ესე იგი მტერი ძლეულია, მტერი მოგერიებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ თვითონ ეს ჩამოსახლებული ვინც ყავდა სპარსელებს, ისინიც აყალეს, იმიტომ რომ სხვაგვარად უკვე კახეთი დაკარგული იყო. კახეთი თუ დაიკარგებოდა, მალე ქართლით დაიკარგებოდა, სწორედ ამას ეუბნება დიდმოწამე ბიტინა, შალვა და ელიზბარ-ქსნის ერისთავებს, რომ რაც კახეთი რა დღეშიც არისო, იმ დღეში ჩააგდებენო ქართლსო და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს მოსპობენო სპარსელები. ანუ გადაწყვეტილი ჰქონდათ სპარსელებს, რომ საერთოდ ამოეგდოთ საქართველოს ხსენება ეს. შახაბას პირველი ისე როგორც შახაბას მეორე რაღაც ესეთი
სულად ეშმაკეული, შლეგული, რაღაცა სულით იყო შეპყრობილი, რომ საქართველოს ამოეძირკვათ. მაგრამ ღვთისშეწევნით ეს მათ ვერ შეძლეს. და აი ამის შემდეგ დგება მეორე ეტაპი 8 წლისა. ამ წმინდანების 8 წლის მეორე ეტაპი. გაცილებით უფრო მძიმე და გაცილებით უფრო რთული, იმიტომ თუ პირველი გახცათ ესე იგი ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება, სიხარული და ამოისუნთქა კახეთმა და ცოტა ხანშიდათ იცხოვრეს მათ. მეორე ეტაპი ეს უკვე იყო ეტაპი იმისა, რომ არა ხმლით, არა პირადი ვაჟკაცობით, ახოვანებით, ფიზიკური ახოვანებით უნდა დაემტკიცებინათ მათ საქართველოს ერთგულება და ქრისტეს ერთგულება, არამედ უკვე სულიერი 8 წელი უნდა ეტვირთვათ. და ეს მომენტი დადგა 1761 წელს, ესე იგი შაჰაბაზის მოთხოვნით, ესე იგი გამაჰმადიანებულმა ვახტანგმა შაჰნავაზად ცნობილმა შეიპყრა ისინი და გააგზავნა სპარსეთს. ანუ მოითხოვა მან გადაცემა აჯანყების მეთაურებისა შაჰაბაზმა. სხვა გზა არ იყო, საქართველოს სხვა გზა არ ქონდა დარჩენილი და ალბათ ისინი თვითონაც წავიდოდნენ ისეთ, იმიტომ რომ უკვე თავი დადებული ქონდა და რო ჩავიდნენ, ახლა პირველი ეტაპი ასეთია მათთან ურთიერთობის სპარსელებისა, რომ ისინი ცდილობენ მათ გამაჰმადიანებას, იგი შესთავაზეთ გამოსლიმება, ამაზე უარს ამბობენ ისინი და იწყება მათი წამება. წამება არის სასტიკი, ესე იგი, და მრავალფეროვანი. ესე იგი, მათ ცემდენო და მიწაზე ათრევდნენო, შემდეგ შეუკრეს ხელი და დააგდეს ციცხეში, თაკარამზეში და მათ ესეოდა ბუზი და ბზიკი, ესე იგი, ამით დაკმინეს მათ, ამათაც რო ვერ მოერივნეს, შემდეგ უკვე ესე იგი უშუალოდ გადავიდნენ იმაზე, რომ ესე იგი მოეკლათ ისინი. ხა შესთავაზეთ ყველანაირი პატივი, ამ პატივის ნაცვლად მას ესეთი პასუხი მიიღეს, რომ ეს ყველაფერიო ამ ქვეყნიურიაო და არაფერი ამ ქვეყნიური ჩვენ არ გვინდაო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამ ქვეყნად დარჩება, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ხოლო იქ კიდე ვინც უღალატებს სარწმუნოებას, ის იქნება სამუდამოდ უკვე ესე იგი ტანჯვაში და რა აზრი აქვს აქ რაიმე დიდებას, რაიმე ფულს, რაიმე განს თუ კი ადამიანი საბოლოოდ დაღუპავს, წარიწმიდავს თავის სულს და მაშინ გადაწყვიტეს მათი მოკლა. ასეთი ხერხი გამოიყენეს, როგორც ჩანს, იფიქრეს თუ სულ ყველას ვერ დავიმორჩილებ, სულ ყველას ვერ გადმოვიბირებთ, იქნებ ერთი მაინც შევაშინოთო. და ჯერ გადაწყვიტეს შალვა და ელიზბარის მოკვდინება. ცხოვრებაში ერთი საინტერესო მომენტი არის ნათქვამი, რომ ესე იგი ვერ მიწვდნენ, რომ მას ახოვანები იყვნენ, მაღლები იყვნენ და ეს ჯალათები ვერ წვდებოდნენ, რომ თავი მოეკვეთა და ამიტომ წვიებში ჩაცხეს ჯერ ხმლები, რათა ესე იგი ფეხები დაუჭრეს, რათა ისინი მუხლუებზე დაეჩოქებინა და შემდეგ მოკვეთეს თავი. და ამის შემდეგ დაუწყეს უკვე წამება წმინდა ბიძინას. და ორჯერ არის ცხოვრებაში შედარებული ეს სამეული ყოვლადწმინდა სამებას. ანუ პირველად რომ აი ყოვლადწმინდა სამების პირების რიცხვის თანახმად ისინი თამნი იყვნენო და მეორეჯერ უკვე აი ამ პირველი მკვლელობის შემდეგ ეს შალვა და ელიზბარი უკვე მოკლულნი არიან და ცხოვრების ავტორი იძახის, რომ ესე იგი წმინდა ბიძინაც, დიდმოწამე ბიძინაც ესევე თავს აზოგავდა, რომ თავი დაედო, მოწამეობრივად აღსრულებულიყო იმის გამო, რომ ესე იგი არ დაკლებოდა ყოვლადწმინდა სამების რიცხვს, ესე იგი თითქოს შეერთებოდა. ხა ეს უნდა გავიგოთ სიმბოლური გადატანითი მნიშვნელობით და არა რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობით და მათაც უკვე ამჯერად წამება იყო უფრო ხანგრძლივი და მრავალფერი. ნელ-ნელა კლავდნენ მას, ნელ-ნელა აჭრიდნენ თითებს, ხელის თითებს, ფეხის თითებს და შემდეგ უკვე ჯერ მაჯებამდე მოაჭრეს ხელები, შემდეგ იდაყვამდე და შემდეგ კლავამდე, ნუ რაღაცა საშინელი წამება გახდათ ეს ესევე ფეხები. და თქვენ წარმოედგინეთ, კიდევ ცოცხალი იყო იქით, კიდევ ცოცხალი იყო და
არამთუ ცოცხალი იყო ბაგეების მოძრაობით და თვალის მოძრაობით, ესე იგი ხედავდნენ, რომ ის კიდევ ლოცულობდა და ბოლოს გული გამოგმირეს და ისე მოკლეს. და სადაც იყო ეს წმინდანთა გვამები დაყრილიო და ვერავინ ვერ ბედავდა მიახლოებასო, იქ ნათელი დაადგაო. მრავალი ცხოვრებაში ეს აღწერილი, რომ შემდეგ ნათელი დაადგებათ ხოლმე. და საინტერესო არამთუ მთლიანად ამ გვამებს სისხლის წვეთები სადაც კი იყო, იქაცო სინათლე კამკამებდაო, აი ეს სიტყვები არის, ესე იგი ყველა სისხლის წვეთიც კი უფალმა ესე განადიდა და გააბწყინა თავისი ნათელით, უქნელი ნათელით. და კიდევ ერთ მომენტი იყო საინტერესო, რომ როდესაც ისინი ეწამებიან რა წერია ცხოვრებაში, რომ ისინი საერო და სამხედრო საქმეში იყვნენ გამოცილი და ღვთისმეტყველებაში იმდენად არ იყვნენ გამოცილი, მაგრამ ზეგადამო სულიწმინდის მადლი მათზე გადმოსული იყო, აი ამ მოწამეობის დროს უკვე როგორც ჩანს მადლი შეეხო განსაკუთრებული მათ სულს და გულს და გონებას და ისინი ღვთისმეტყველო, ანუ პასუხობდნენ სწორედ ისე, როგორც უპასუხებდა ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ღვთისმეტყველება. და ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის გასაგებად, იმიტომ რომ სხვა წმინდანთა ცხოვრებაშიც არის ეს დაფიქსირებული, თუ როგორ ესე იგი საოცარ სიტყვებს ამბობენ ისინი მტარვალის წინაშე, საოცარი აღიარება არის, აღსავება არის სარწმუნოებისა და ზოგჯერ ეს გონიათ ახლა ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანებს ან სულიერად გამოუცემ ადამიანებს, რომ ეს რაღაცა ჰაგიოგრაფიული ქარგა არის, სტანდარტია და ყველას არგებენ. არა, ეს არის ის სული უფლისა, რომელიც ალაპარაკებდა უკვე ყველა წმინდანს, ყველა მოწამეს, რომელიც მათზე გადმოდიოდა და მას ათქმევინებდა იმას, რაც უნდა ეთქვათ მათ და ღვთიდა მათ ჭეშმარიტ მათს და ღვთისმეტყველებს. არა წიგნის განათლებით, არამედ სულიწმინდის განათლების მიერ და სულიწმინდის მინიჭებული ძალისა და გონების მეშვეობით. და შემდგომში ისინი მათი გვამები იქნა გადმოსვენებული და დაკრძალულია იკორთაში და უნდა გითხრათ, რომ გვამებიო შეერთებული იყო, როცა ნახეს, როცა გათხარეს და ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს სხვადასხვა სასწაულით განადიდებს ხოლმე უფალი წმინდანებს. მე მახსენდება წმინდა გრიგოლ დიოლოხოსის მონათხრობი იტალიელი ბამების შესახებ, სადაც ეთედზე წერია, რომ თავი მოკვეთეს მას, ესე იგი მტრებმა ეპისკოპოსს და დამარხეს და 40 დღის შემდეგ რომ გათხარეს საფლავი, თავიო შეხორცებული იყო სხეულთანო. ანუ აჩვენა უფალმა სასწაული და ამ შემთხვევაშიც ეს ასეთი რაღაცა ესეთი სასწაული იყო ალბათ მათი ღვაწლის ერთიანობის სიმბოლო, ეს უკვე ჩვენი მოგძალებული აზრი, ალბათ ისევ და ისევ ის, რომ თითქოს და ისევ და სამების რიცხვი განადიდა, რომ რაღაცა თითქოს ერთია და სამია სამება, აი რაღაცა ესეთი შეიძლება სიმბოლო დავინახოთ ამაში და ამავე დროს კიდევ ერთი რამ შეიძლება დავინახოთ ყოველივე ამაში, რომ იკორთა ეს არის როგორც უკვე გითხრათ ახალგორის რაიონი, ანუ მიტაცებული მიწა. დღეს ჩვენ არ აგვაქვს საშუალება იმისა, რომ იქ მივიდეთ, მოვილოცოთ მათი წმინდა ნაწილები. იქ არიან ჩვენი დედები, ქართველი მონაზვნები, თქვენიცით ერთი მონასტერი არის დარჩენილი და მედგრად ესე იგი უძლებენ ისინი შევიწროებას და ყოველგვარ, რა თქმა უნდა, იქიდან მათი გამოდევნა უნდათ რუსებს და ოსებს, მაგრამ ისინი იქ არიან და სწორედ ისინი არიან ახლა საქართველოს ის მთელი საქართველოა მათში, ანუ ჩვენს მაგივრათაც ისინი პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს, ღმერთმა გააძლიეროს ეს დედები, ღმერთმა გააძლიეროს მეუფე ისაია, რომელიც ახერხებს ხოლმე იქ ჩასვლას და იქ მისვლას, რათა ილოცოს და აღავლინოს ლოცვას ზეციური საქართველოსთვის, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და დაგვიბრუნდეს ჩვენი მიწები და შეგვეწიოს ამ სამი დიდი წმინდანის მადი, სამი დიდი მოწამის მადი შეეწიოს მთელ საქართველოს, დალოცოს და მოვცეთ ჩვენ მადლი და ძალა იმისა, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქართველები და ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ამინ.
შევახსენოთ ჩვენ ტელემაყურებელს ბიძინა შალო და ელისბარის მოწამეობრივ აღსასრულზე საუბრობდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაძე, ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს სწორედ ამ წმინდანების ხსენებას აღნიშნავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია.